ეგრეთ წოდებულ კლანს ქვეყნის უმაღლეს ინსტანციაში პოზიციების კიდევ უფრო გამყარება და ძველი სკანდალური კადრების ბოლომდე განწესება სურს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 6 კანდიდატი შეარჩია და ოლიგარქის პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. მათგან 2 თამარ ალანია და დიმიტრი გვრიტიშვილი ჯერ კიდევ 2018 წელს ფიგურირებდნენ ეგრეთ წოდებულ 10 კაციან სიაში. მაშინ ამ პროცესს მწვავე დაპირისპირება მოჰყვა ოცნებაში უზენაესი სასამართლო ბოლო ინსტანციაა, სადაც დანიშვნა უვადოა. გარდა სტატუსისა, თანამდებობა მაღალ ანაზღაურებასაც ითვალისწინებს. ნინი ბალანჩევაძე აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულ 6 კაციან სიაში, რომელსაც საბჭო უახლოეს მომავალში წარუდგენს პარლამენტს, რამდენიმე საინტერესო და საკვანძო საკითხია გასათვალისწინებელი, მაგალითად ის, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოთ განსაწესებელ მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არიან დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ალანია. მათ უზენაეს სასამართლოში უვადოთ მუშაობა ჯერ კიდევ 2018 წელს სურდათ, მაშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 კაციანი სია შეარჩია, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა და მოგვიანებით ეს სია უკვე სადავოც კი გახდა. სწორედ ამ სიაში იყვნენ დასახელებული ეს 2 კანდიდატი, იმ დროს კი ქართული ოცნების დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იყო, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში ეს პოზიცია დატოვა და განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმას, რომ შეჩერებულიყო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოთ დანიშვნის პროცესი. ბესელია მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მაშინაც ნაჩქარევი და გაუმართლებელი იყო, ახლა კი ოცნების მიზანი სასამართლოში კლანის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. რისი საფრთხეც მე მაშინ დავინახე და რის გამოც ქონდა ეს დიდი პროტესტი, ეს ყველაფერი ახლა ხდება ის, რაც პოლიტიკური პატიმრების სახით ყავს, ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, ხდება პოლიტიკური გავლენებით მართლმსაჯულების სისტემის პრაქტიკულად ფუნქციონირების ყველაზე მრუდე სახით და ის, რომ დღეს იგივე მოსამართლეები, მაგალითად გვრიტიშვილი არის ამის განსახიერება, წარსულის რეჟიმის მსახურების გაგრძელებით ხდება მისი დაწინაურება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ვეღარ ახერხებს გაიაზროს შეცდომები. დასახელებული 6 კანდიდატიდან ყველაზე ხმაურიანი დიმიტრი გვრიტიშვილის სახელია, რომელიც სანქცირებული მოსამართლის ლევან მურუსიძის კლანის წევრად ითვლება. ის 2017 წლიდან არის უვადო მოსამართლე და ამჟამად სააპელაციო სასამართლოში საქმიანობს. დიმიტრი გვრიტიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა არაერთხელ სურდა. 2020 წელს მან თავის ბიოგრაფიაში ისიც კი ჩაწერა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა მისი ოცნება და კარიერის პიკია. ჩვენ ვეცადეთ მას დავკავშირებოდით, თუმცა ის ფორმულას სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გვრიტიშვილისა და ალანიას გარდა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში არიან გიორგი გოგინაშვილი, ლიანა კაჟაშვილი, დავით მამისეიშვილი და სალომე სამხარაძე. მათგან ლიანა კაჟაშვილს უკავშირდება ერთი გახმაურებული საქმე, სწორედ ის არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სამოქალაქო სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ შეწყვიტა. სარჩელი კობახიძის მიერ ცილის წამების საქმეს ეხებოდა. კიდევ ერთი კანდიდატ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილს კი ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის საქმის განხილვა უკავშირდება. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ძალაუფლება, რეპრესიული ძალაუფლება სასამართლოზე გადის. ეს 2 ადამიანი, რომელიც დღეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ორივე არის სისტემის განუყოფელი ნაწილი და საბოლოო ჯამში ისინი უმაღლეს ჯილდოს ითხოვენ ამ სამსახურისთვის. სამწუხაროდ, ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ქართული ოცნების ყოფილი წევრების მხრიდან თავის დროზე დაგვიანებული აღმოჩნდა, 2 წლით ადრე მათ განამტკიცეს ის კანონმდებლობა და ბოლომდე მხარს უჭერდნენ, რომელმაც შექმნა სასამართლო კლანი და რომელმაც შექმნა ის რეპრესიული სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს.
სასამართლოს მიტაცებაზე და კლანურ მმართველობაზე უკვე წლებია საუბრობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მე მაყურებელს შევახსენებ იმასაც, რომ 2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები 4 მოსამართლეს დაუწესა. პარტნიორებმა განმარტეს, რომ სანქციების დაწესების მიზანი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაა, რითაც მათ ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობას და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.